ახლა რასაც გეტყვი, გახსოვდეს ყოველთვის, რადგან ეს თავიდან აგარიდებს ძალიან დიდ იმედგაცრუებას და იმის გათვალისწინება, რასაც ახლა გეტყვი, დაგეხმარება, რომ ყოველთვის მიაღწიო შენს მიზნებს და შენი ოცნებები აქციო რეალობად. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელის შემშლელი რამ, შენი მიზნებისკენ სავალ გზაზე არის ის მომენტი, როდესაც ყველასთან იწყებ გულღიად საუბარს შენს გეგმებზე, შენ მიერ დასახულ მიზნებზე და შენს ოცნებებზე. რაც უფრო მეტს საუბრობ, უფრო მეტ ცნობის მოყვარე ადამიანს რთავ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ან უფრო მეტი ადამიანი ერევა ისეთ საკითხებში, რაც რეალურად შენ გარდა არავის არ ეხება. მოდის უფრო მეტი კრიტიკა, უფრო მეტი ეჭვი, უფრო მეტი შეკითხვა, რაც თავგზას გირევს და რის გამოც შემდეგ კარგავ მოტივაციას, მოშურნეობას და აი ეს ცეცხლი, რაც საჭიროა, რომ შეინარჩუნო მიზნისკენ მავალ გზაზე, ნელ-ნელა ქრება და საბოლოო ჯამში ასრულებ იმედგაცრუებით და დეპრესიით. ამიტომ თუ გინდა, რომ შენი მიზნები რეალობად აქციო, დაუკავშირდი მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელნიც იქნებიან შენი თანამოაზრეები და შენთან ერთად იმოქმედებენ და იარე ამ მიზნებისკენ გამიზნულად და ჩუმად. როდესაც ამ მიზანთან მიხვალ, შედეგი ისედაც თვალნათელი იქნება და ისედაც ყველაფერს გაიგებს, მაგრამ რაც უფრო მეტს საუბრობ, უფრო მეტად რისკავ, რომ შენი მიზნები უბრალოდ მიზნებად დარჩება.